ასულიყავი ხო თესლი იქნებოდა. Woo! Woo! Big bamboo it grows good and long. The big bamboo it grows good and strong. The big bamboo stand up straight and tall, and the big bamboo pleases one and all. ეს მეორე drift scroll-ია. ოპა, ხეროს ცეცხლი წაეკიდა, მაგრამ დაქოქეს ბიჭოჩი. აუ, ეშველება ალბათ რა. მეორე გარბენი ვეღარ გაირბინა. პირველზე დაიწერა ქულა და იმით გამოვა. ეხა ცხრილი ჩავარდება, ნახავთ ვის შევხვდებით. მეულუდი ვერ გამოვიდა რა, როგორც გაზის პრობლემა ხარა, გაზის პედალი ეთიშება. ლაზარე, მე და ლაზარე მე. სად ახალ? ლაზარეს ოხჩები. მე და ლაზარე ერთნაირი ქულები ავიღეთ ზუსტად. 71 თან არ დაგავიწყდეთ რომ Kings-ზე 71-ით გამოვდივარ ხოლმე რა. ესეც რაღაც ნიშანია. Kings-ზე ხო გაბრაზებული ვიყავი. ეხლა ამ თემებზე და რავი ალბათ რაღაცა იგზევიდან დაიძახეს. Z71 გავარდყი იმენა ქულა. აი ხა გახსნა იქნება. როგორც Drift Master-ზეა დაახლოებით იმ სტილში რა, მანქანები ჩავმწკრივდებით. და ეგრე მე ჰიმნი იქნება და ასე შემდეგ. ხო და ლაზარეზე ვიყავი, ხო 71 ქულა აიღო და იმას ძრავი გაეჭედა. არა და ეხლა აწყო რა. ილიასაც ძალიან ბევრი პრობლემები ჰქონდა. თუ ნახე თუ დავიჭირე ჩავწერა აუცილებლად. და მაგისთან მიუხედავად მაინც აიღო ქულა 78 ქულა აიღო რა, წვალობდა. ოხჩემი. ხო და აგერ აი უკვე დახურულ პარკში ვართ. ბიჭები საბურავებს ცვლიან. მოემზადებით მოსაწყობად, უბრალოდ ძალიან ცხელა. ძალიან და იქ შიგნით. Supra LS. მათე დოპრვაში იყო. წინა წლიდან გადმოვიდა. აია. ანუ წინა წლის საუკეთესო რვა რომელიც იყო იმათ კვალიფიკაცია არის რა. და შესაბამისად მე ჩვენ დავეჯახეთ იმათ რა. ხო და 8-დან 2 კაცი არ გამოდის, შესაბამისად 6 გამოდიოდა და მე ჩვენიდან ავიწიეთ რა მე-7 მერვეზე. რაღაც ცოტა ჩახლართული სისტემაა რა, ცოტა თუ არ გესმის ვერ შეიძლება გამაზო რაღაცეები რა, კერა მეც ძლივს გავიგე. ხო და დაალაგდა. მე და მათე შევხვდებით, მათე იქნება, აი ხა ეგ არ ვიცი. ანუ მათე ლიდერი იქნება თუ მე ვიქნები ლიდერი, ანუ დაწყების დროს რა. ალბათ თვითონ იქნება ლიდერი რა, ხან უკვე ეს ჩემზე უპირატესი იყო და პირველ რვაში იყო. მე გავყვები და მე ის გამომყვება. თუ მოვიგე, მე გადავდივარ ტოპ 8-ში. და ნუ მე დალაგდება რა. თუ მოვიგე, ხო გეტყვით რა ხდება. მოვიგე ხდები ჯეიმუს და გივის შორის მოგებულს. თუ არა და მე გადავდივარ ერთი სიცოცხლე მაქვს. და იქვევით ვინ ხდება, არ ვიცი რა, იქ რაღაც ჩახლართულისი არ ვიცი, პირველად დაინერგა ეს რაღაც და ვერ გავიგე ჯერ კიდე კარგად რა. ანუ თუ მოვიგე ჯეიმუს და
გივი ბიბილეიშვილის შორის ხდები მოგებულს რა. აი თუ წავაგე, მე კიდე მაგ გავლა, მაგრამ მე იქვე ხდები არ. მეორეჯი ვიძურები, მეორეში გუგსაობს, ბა. ოპერატორებს ვთხოვ, აქ რომ მოვდივარ, ცეპლენიას ვურთხავ, რომ გვაჩვენონ დრიფტერები. და გადმოვეწყობი იქ და იქ ცოტა დიდი ხანი ვარ. სასწაული, აი არ ვიცი, ძალიან ემოციებია რა, ძალიან ემოციურია და ერთი სული მაგ როდის გავა და მათესთან ძალიან გამიხარდა რა შეხებაც. აი ძალიან კაი უნდა იყოს რა, აი იმაზე კაი ვიდრე ყველას გონია რა, აი არ ვიცი, ალბათ ვისთან ვინატრებდი კიდე უკეთესთან რა, აი რავი, არ ვიცი. მათესთან ბევრი მაქვს ნავარჯიშები. დაჟე რო დავიწყე პირველად რო გამოვედი ქუთაისში, მოხდი და მათესთან ერთად ვივარჯიშე და წავედი რაღაც ისეთ პონჩი ჯიგრულად. ნელას ვიადი არ შეგაშალე. ჯიგრულად ისაო, რა ქვია, გამოვიდა და მე და მათე ერთად ვარჯიშობდი და ძალიან ისე რაღაც კარგად მახსოვს და მათესთან მეგობრობდა. იზა და ბარი და never gonna. ანუ ეს რაღაც აი მეგობრული იქნება, მაგრამ იქ რო შედიხარ აღარ გახსოვს ეგ მეგობრობა რა, იმელი აი რავი, აი ძალიან გინდა და ეხლა ერთი სული მაქვს და ნახოთ, შედი აი არ ვიცი, ბევრი არ უნდა დააკლდეს ერთმანეთის არაფერი რა, აი რავი, ძალიან კონკურენტუნარიანი უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ შედარებით ჩემი ავტომობილი უფრო სწრაფია ვიდრე მათესი. არის იმის შანსი, რომ გავიდე წინ, როცა მე ვიქნები ლიდზე. აი ჩეის რაც შეეხება, ხო აი ნახოთ როგორ დავამუშავებ რა, გააჩნია ხა მათესაც ძალიან გამოცდილი მრბოლელია და ის ხრიკის დადებაც იცის და როგორ მოიქცეს ისიც იცის. ანუ საკმაოდ შესწავლილი ვყავარ, ნანახი აქვს ჩემი გარბენები და ნუ შესაბამისად იცის როგორ დავდივარ და ამიტომ არც მისთვის არ იქნება რთული და დამამუშავებს ასე რომ ვთქვათ რა, იქ თუ გავექცევი მომიჭრის გზას, ნუ რაღაცები იქნება, მაგრამ ყველაფრისთვის ის კი მომიჭრის, ან შეიძლება მეც მოუჭრა, მაგრამ იქ ზევით 3 ჟიური ზის და ყველაფერს ხედავს. და მე იქ აფასებენ. და მე მჯერა რომ ეხლა ამ ეტაპზე ადეკვატურად, ობიექტურად შეაფასებენ ყველაფერს. და არა ისე როგორც იქ შეაფასეს თავის დროს. დღეს ბევრი კვამლი გველოდება და ძალიან ბევრი ემოციები. რაღაცნაირად მგონია რომ ყველაფერი ძალიან მაგრად დამთავრდება. დროებით ეხლა ვემზადებით, უბრალოდ ამ დისკებზე მირჩევნია სიარული, ეს უფრო მჩატე დისკებია, ვიდრე შავები, რაც მეყენა ეხლა გახსნაზე და რავი, ვნახოთ რა, ნახოთ, სხვა სარფს არ ვირჩი მანქანას. ყველაფერი რიგზია. ნახავთ. დროებით. Dance in the middle of me to make you breathe out. Don't think that I can make you lay loud. ნახოთ, ძალიან დაძაბული ბრძოლა უნდა ვიხილოთ წესით. ორივე დრიფტერი ძალიან გადატენილია და ერთი სული აქვს რომ დაიწყონ ბრძოლა და შეხედეთ მათეროჭიკაშვილის რამხელა უპირატესობა იგდო თავიდანვე ხელს, რამხელა ტემპი ქონდა მათეს და ბრწყინვალედ დაიწყო დიდი კუთხით ასრულებს თავის დავალებას. იქვეა მაინც მწვანე ლიზარდი ომიკო პანჩულიძე არ ჩამორჩება მათეროჭიკაშვილს და ბოლომდე აპირებს რომ ასე გააგრძელოს. მათე კი ჯერჯერობით უნდა ყოლა ლიდერის როლში და აკვირდით შესანიშნავ დრიფტს ავსობს მათეროჭიკაშვილი, მაგრამ უწევს წინააღმდეგობას ომიკო პანჩულიძე, რა თქმა უნდა მას და ძალიან მაგარი ფინიშიც ვიყილეთ მათეროჭიკაშვილსა და Julize, არ ჩამორჩება მათეროჭიკაშვილს და ბოლომდე აპირებს რომ ასე გააგრძელოს. მათე კი ჯერჯერობით უნდა ყოლა ლიდერის როლში. აკვირდით შესანიშნავ
ომიკო ფანჩულიძე, მათე როჭიკაშვილი კიდევ ერთხელ დაუბუქსავდა სტარტზე ავტომობილი ომიკო ფანჩულიძეს, როგორც დავინახეთ და უპირატესობა თუმცა იგდო მაინც ტემპში ხელთ ომიკო ფანჩულიძემ. აქ ერთი საბურავით გადავიდა ტრაექტორიიდან, როგორც ხედავთ, კონუსიც გადააგდო ომიკო ფანჩულიძემ, მაგრამ დიდი კუთხით და ულამაზესად ასრულებს თავის დავალებას ომიკო, მაგრამ ძალიან ახლოს არის მათე მასთან და ცდილობს რომ ერთი გოჯითაც კი არ ჩამორჩეს მთელი ტრაექტორიის განმავლობაში. ბოლო მონაკვეთში ვნახოთ რა იქნება. შესანიშნავი მომენტი იყო, ძალიან გარისკა მათემ, მაგრამ დაამუშავა ეს ეპიზოდი და დააფინიშა. ავტომობილი ომიკო ფანჩულიძეს როგორც დავინახეთ. მე მგონი რომ ან ზოლზევი არიან გადავედი ცოტა და ჩეისზე და იმიდან გამექცა ბიჭო რა სტარტიდან გამექცა არ ველოდი რომ ეგრე სწრაფად წავიდე არა გავაგზავნე მაგას დავეწევი ისე ავალ ეხაზევით ისე ეხა მე წაგებულებშია მე კიდე იქ გადავდივარ წაგებულებში რომ მოვიგო რა ეტაპში დროებით ცოტა ხანი მაცადე ომიკო ლიდერის როლში გვევლინდება როგორც გეტავთ პირველ გარბენზე კაპანაძე კი იქნება მდევარი. ნახოთ რას შემოგთავაზებენ დრიფტერები, დაიძრა ომიკო ფანჩულიძე, ლაშა კაპანაძე ჯერჯერობით იქვეა ძალიან გარისკა ლაშამ და მოუწია შეცდომის დაშვება, თუმცა ომიკო ფანჩულიძეც არ იყო ძალიან იდეალური. პირველ ზონაში რამხელა კუთხით გადმოეწყო აქ და მეორე გარე ზონა თითქმის გამოტოვა ბოლომდე ომიკო ფანჩულიძე, მაგრამ რამხელა ჩამორჩენა აქ დააკვირდით ლაშა კაპანაძეს აქ ომიკო ფანჩულიძესთან. ძალიან დიდ რას შემოგთავაზებენ დრიფტერები და ომიკო ფანჩულიძე ლაშა რომ ყველაფერი მზად არის ამისთვის დაიძრნენ დრიფტერები და მოფრინავს აქ ლაშა კაპანაძე ლიდერის როლში ულამაზესად მოწყდა ლაშა და პირველი სექტორი მაღალ დონეზეც გაიარა ჯერჯერობით მის გავლაში შეცდომა არ არსებობს აქ რა ხდება გადაწყობისას ოდნავ ჩამორჩა ომიკო თუმცა აქ წალეკა ლაშა კაპანაძემ ყველა კონუსი და ძალიან აგრესიული გავლა გამოუვიდა, მაგრამ ამავდროულად ნამდვილად სანახაობრივი იყო ეს ყველაფერი. კიდე შესაბამისად გამარჯვებული გახდა ომიკო ფანჩულიძე. ომიკო აგრძელებს რა თქმა უნდა ასპარეზობას. წაგებულებში ხო ჩავედით და კაპანაძე შეხვდა და მოუგეთ. ეხა ავალთ ისევ ზევით რა, ოღონდ არ ვიცი ვის შეხვდება. ეხა წაგებულების ტოპი ცალკეა, მოგებულების ტოპი ცალკეა, მე ბოლოს ერთად არ ვიცი რა, ეხა ჯერ არ ვიცი ვის ხდება. მაგრამ კაი იყო, აი დაუბაბანე. ხო. ბევრი მუშაობა მოგვიწია. წამო. წამოქით.
ბევრი მუშაობა მოგვიწია, იმიტომ რომ შედარებით ცოტა ნელია და ცეპლენიას დავაკოდი. მაგრამ კაი იყო რა საბოლოო ჯამში. გასწორე მაგარია. ანუ ის გამისწორდა ზევით რო ავედი კიდე და სხვადასხვა ძალიან საინტერესოა ეს ანუ ეს წესი რა, ასე რომ ვთქვა და ბიჭებს ბევრი გარბენები აქვს რა. რახან კვალიფიკაციაზე კაი ქულა ავიღე და ტოპ 16-ში მოვხვდი. მაგ დროს გაქვს ეგერთი სიცოცხლე რა. მოკლედ ახლა საბურავებს გადავაწყოთ, არ ვიცი, რა იცი რა ხდება, ვისხვდებით, ახალი საბურავები გვექნება, თითო გარბენზე თითო საბურავს ვცვლი რა. ანუ we are LED, გავყევი ჩეისი, გამოვედი საბურავს შევცვალე რა. იმიტომ რომ შეიძლება კიდე ერთი გავლა რა, ანუ ერთი გავლა გაყოლა. მაგრამ არ ვიცი, გააჩნია ვინ შეხვდა, ამიტომ მირჩენია სულ ყოველთვის ახალი საბურავი იყოს რა. ეხლა მზად იქნება საბურავები, შევხედავთ ვინ თუ ცოტა ისეთია, ნახევარს დავაყენებ, თუ რამე ახალს რომ მოჭიდება მეტი ბევრი კონდეს რა, მაგრამ ბიჭო, რაღაც აი არ მომწონს, არ ვიცი, შეიძლება გაცხელების დროს ხო არ ვაცხელებ ძალიან და ხო არ იბერება რა, ანუ იმიტომ რომ არა აქ ის მოჭიტება, რაც უნდა კონდეს და აბა ეხლა ვცდით რომ იქნებ 0.5-ზე გავიდეთ, იმიტომ რომ ცხელა, რაც უფრო ცხელა, მე იქ ვახურებთ და უფრო ადის წნევა რა, 1 და 2-ზე ავიდოდა, ეხლა იმიტომ რომ 0 და 8 იყო და გავახურე და ნახოთ რა აიდოში რა. რაღაც ემოციურად ვარ დღეს და ის კამბექი უნდა დავდო ეხა იქ რო წავაგე მათესთან. ნეტა ისევ მათეს შევხვდე. საინტერესო იქნება და რომ მოუგო ერთით-ერთი. მაგრამ ნახე მად რა ხდება რომ მოუგო. მე უფრო უპირატესი ვარ რა, ანუ ეგრე გამოდის. და ცოტა აი მაგაში ვერ ჯდება რა. მე მგონი ეგრეა. უკვე იქ მე აღარ მაგას აღარ აქვს ერთი სიცოცხლე რა. ფინალში რო შევხვდეთ რა, ამიტომ ერთით-ერთი კი აღარ იქნება, მე მოუგო. წამოიხა გავიდეთ, ნახოთ რა ხდება. არ დაამატო ბენზინი, გადმოდის. კაი, ცოტა შენ უყურე, პაპა? მერე მოგეწონა? ლამაზი იყო? ლამაზია მანქანა. ლამაზია მანქანა? პაპა მაგარია? ხო, მიყარხართ მა? მიდი დროებით, დაგირეკავთ. კიდე მიყურეთ, ეხლა ცოტა ხანში კიდე გამოვა. კაი? ბევრი ბიზუ. მიდი მიყარხარ, ჟევუზემ. მიდიმა. სენტიმენტალურია, ბიჭო, ბავშვებმა დარეკენ სიმონ იქიდან რა, ფირმიდან დარეკენ უყურებენ YouTube-ს და გავხარდათ. ერთი წავაგე, ერთი მოვიგე, ფრეატკო მოვთხარ. ეხა იქნებ კიდე გავახაროთ ბიჭო ბავშვები რა. უნდა აღინიშნოს ისიც რომ ჯეიხონ სულეიმანოვი გამოირჩევა ხისტი და აგრესიული დრიფტით და იგივეს ველოდები აქ ომიკო ფანჯულიძის წინააღმდეგ, თუმცა ომიკოს ტემპი აქ რაღაც სასწაული კადრში მხოლოდ ომიკო ჩანს იმხელა უპირატესობა იგდო ხელთ აქ ჯეიხონ სულეიმანოვთან ნახოთ შეძლებს თუ არა ჯეიხუნი რომ შეამციროს ეს ჩამორჩენა ომიკოსთან ახერხებს ამის გაკეთებას ასე თუ ისე, თუმცა სტოლირებს ომიკო ფანჯულიძე და ინარჩუნებს უდიდეს უპირატესობას ჯერჯერობით და ზონებში საკმაოდ კარგად ლავირებს ომიკო ფანჯულიძე. და იგივეს ველოდები ომიკო ფანჯულიძე მზად არის და დაიძრათ სოფიანივით აქ ჯეიხონ სულეიმანოვი და მას ძალიან ახლოს მოყვება ომიკო ფანჯულიძეც რა ლამაზად მოწყდა აქ ჯეიხონ სულეიმანოვი და კარგად შეავსო პირველი დიდი ზონა, გარე ზონა ჯეიხონ სულეიმანოვმა შორი ახლოს მიყვება მას ომიკო ფანჯულიძე, მაგრამ მიყვება ისე როგორც ზუსტად ჭირდება
ამუშავებს ამ ჩეის ომიკო ფანჩულიძე ვნახოთ ბოლო მონაკვეთში უფრო მეტად ახლოს თუ მივა ომიკო ჩეიხუნთან მივიდა კიდევაც და სინქრონულადაც შემოვიდნენ ფინიშზე მას განაგრძობს ჯეიხუნ სულეიმანოვი ალო ესე იგი მოკლედ მეგობრებო წავაგე ჯეიხუნთან თემა რა იყო ანუ ბრიფინგზე დავალება იყო ისეთი რომ ლიდი ანუ მე ლიდი კარგი მქონდა, არ მქონდა ცუდი და თვითონ როგორც ჩეისერს ანუ ბევრი რაღაცები გაემაზა. პირველ რიგში დისტანცია ძალიან დიდი იყო ჩვენ შორის, რაც ნუ უპირატესობას მაძლევდა რა. შესაბამისად ანუ უნდა მევლო ცოტა დაზღვეულად რა, ეხლა არ მინდოდა რაღაც კარებში დაკაკუნებები და რაღაცები. ნუ გავყავდი დაზღვეულად, მაგრამ ერთი ინფო გავმაზე რა, რომ ანუ მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში რომ ბრიფინგზე ეგეთ თქვათ მაგრამ ანუ მე ბიჭებსაც რომ კითხეთ თქვენს რომ თურმე ლიდერი რომ გააკეთებდა ფლიპს ანუ სანამ ზონა დაიწყებოდა touch and go ანუ ფლიპით უნდა შესულიყავი რა ანუ ფლიპით თუ შევიდოდა ლიდერი შენც ფლიპით უნდა გაყოლოდი და ეხლა ნუ რავი იმან ის ძალიან შორს წავიდა მე ნახავთ ვიდეოებში ძალიან ღრმად ცენტრისკენ წავიდა აი ღამის დრიფტზე იყო დაახლოებით ეგრე სხვა შორს ლაპარაკობთ ჯეიხუნთან ეგ თემა გავიარეთ დაჟე რომ მიდიოდა ტრასის დახაზვა რომ მიდიოდა ეხლა რამოდენიმე დღის უკან რა მაგას ლაპარაკობდით რომ ხო არ ანუ უმჯობესი ხო არ იქნებოდა რომ ცოტა შიგნით ყოფილიყო თქო რა ანუ ზონა რომ საჩქარება კარგი ყოფილიყო იმიტომ რომ ღამის დრიფტზე ეგრე იყო შარშან რა დაახლოებით ეგრე წავიდა ну ჩემს ახლა წავიდა რა მეთქი ანუ ზონაში ჩავხდები და გავაგზავნებ წავალ ხო და ну იმის ფლიპსა ის ფლიპი აღარ გავაკეთე რაც იმან გააკეთე და მოვიდა დავდექ სტარტის იმაზე რა ქვია სადაც უნდა გამოვაცხადო ну ვინ არის მოგებული და გამიკვირდა მაგრამ რა შეძოთ მე ვკითხე ბიჭებს და ну რავი იყო ეგეთი ინფორმაცია ნათქვამი ბრიფინგზე სამწუხაროდ ალბათ ეგ მე გავმაზე გადაღლილობის ბრალიც შეიძლება იყოს, არ ვიცი რა, მოკლედ ბოლოსკენ რაც უფრო შიგა და შიგ მიდიოდა დრიფტი და ანუ უფრო და უფრო ღმავდებოდა, მით უფრო და უფრო ანუ ძალა მეცლებოდა თან ანუ ძალიან ტემპში იყო რა, მოვედი წავედი, ანუ ეგრევე ხდებოდა გარბენები რა, ეს ახალი თემა რაც დაიწყო ეს ანუ ერთი სიცოცხლე და რაღაცები. ანუ ძალიან ბევრი გარბენები გიწევს და ხო მოვედი დავისვენ წყალი დავli თან ცხელა მე ეგრევე იქიდან ბალუმ ეძახდა წავედი ომიკო წამოდი და მენა ეს ამხელა გუდანაბადი უნდა ავიკიდო ხანსი რაჰუი შლემი იგრემენი გადაიჭირე ხელთათმანები მე ხელთათმანებს ვერ იცო სველი გახელი და კაროჩე ამ ემოციებში ნუ საერთოდ ჯამში მაინც კაი ამ ეტაპზე ლიდზე უფრო ჩეისის თემა მინდა რომ გამოვასწორო რომ თვალი მატყუებს არ ვიცი ბიჭო თვალი მატყუებს თუ ეს სათვალეები მატყუებს ბოლო იმენა ეს მგონია რომ ახლოს ვარ მანქანასთან და არ ვარ ახლოს რა ხო და ეგ პრობლემა მაქვს ხო და ეხ ცოტა ხანი უყურებ და შეიძლება ეს სათვალეები გადავაგდო ოპერაცია გავიკეთო რა მეზარება მაგრამ ამ ოპერაციის გაკეთება და გავიკეთებ და მე მგონი მე უფრო ახლოს მივალ რა ეს დღევანდელ გახსნას ჩემის აზრით ის ემოციები რაც დაგპირდით და არა მარტო მე ანუ რაც აქამდე იყო ეს დაპირებული თუნდაც ფედერაციისგან თუნდაც გუგასგან თუნდაც ამ ჩვენი დრიფტერებისგან მე მგონი რომ შედგა რა ანუ ძალიან ბევრი მაყურებელი იყო აი ყველას რაღაც ემოციურად კარგად იყო განწყობილი იქ ლაივი სწორად გამართული იყო არაფერი ჩეპი არ მომხდარა არაფერს არ შეუყონებივართ რაღაც ნახევარსაათით გადაიწია ცოტა რაღაცებმა ნუ ეგ არაფერი არ არის და ამით საუკეთესო დაგვემთხვა და რავი ჩემი აზრით შედგა დღევანდელი ეტაპი გახსნა შედგა დანარჩენი ხა იქ რაღაც პატაში და სამზარეულოში პატარ-პატარა რაღაცეები თუ იყო და იქნება რა თქმა უნდა ჩასწორდება ხელმძღვანელებისგან და მე ვფიქრობ რომ რაც უფრო და უფრო დრო გავა მით უფრო და უფრო ჩვენც როგორც დრიფტერები ჭყალებში გავიზრდებით, თუნდაც იმ ხრივ რომ მანქანას ავტომობილს რაც შეიძლება კარგად მომამზადებთ, ეხლა მე მაგალითად მქონდა საწვავი ავზის პრობლემა, რომელიც არ არის ომოლოგირებული და ანუ სხვა მანქანის საწვავის ავზი მიყენია არა ისეთ სახარბიელო ადგილზე რა. ხო და ეგ მაგალითად იყო პრობლემა, რომ რეგლამენტში არ არის მოსული რა, ნუ არის რაღაც არაომოლოგირებული, მაგრამ უნდა იყოს შეფუთული და ასე შემდეგ. ანუ მე თანახმავარ რა და
ბევრად მაგარია თუ ნელ-ნელა იმ რაღაცებს გავითვალისწინებთ, რითაც ევროპაში დადიან, სოფლიოში დადიან დრიფტერები და ამე რო იყოს, თუ გაქვთ პრეტენზია რომ პრო-კლასის დრიფტერი გინდა იყო და გინდა რომ ყავდეს მანქანა გამართული, მაშინ ის პრო-კლასის რეგლამენტი უნდა დააკმაყოფილო და მე ჯერ პირველ რიგში უსაფრთხოების გამო რა და აი გოგი არის კომისარი და გუშინაც ძალიან გვიანობამდე ვლაპარაკობდით აქ ვიყავით ყველა და ვისაუბრეთ რომ ეგ ყველაფერი არის პირველ რიგში ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მე ხალხისთვის, ვინც არის დამსწრე და ყველაფერი მაინც რაღაც უსაფრთხოებაზე გადის. მადლობა მეგობრებო კიდევ ერთხელ და დროებით.